პალიტრის მეორე ბლოკში გვეყოლებიან საინტერესო სტუმრები და გამონაკლისი ნამდვილად არც ახლა ჩვენი სტუმარია, რომელიც გულდება ეთერში. თბილისის კლასიკური მუსიკის საღამოები, რომლებიც დაიწყო 2024 წელს და მიმდინარე წელს უკვე შესრულდა ერთ-ერთი საღამო 15 მაისს, ამჯერად უკვე 17 ივნისს გაიმართება მომდევნო ღონისძიება და სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში ჩვენ მოვიწვიეთ სტუმრად ქალბატონი თამარ ლიჩელი, პიანისტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი ასევე აღნიშნულ ღონისძიებაზე. მოგესალმებით, მადლობა იმისთვის, რომ ასე დილა ადრიანად დაგვითმეთ თქვენი დრო და მოგწევით სტუდიაში. რა ღონისძიება იგეგმება, რა ნაწარმოებები შესრულდება, მათ შორის როგორც ჩვენ ვიცით, ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებიც იქნება წარმოდგენილი და მოკლედ აი ამ თემაზე რომ ვცლად ვისაუბროთ. დილა მშვიდობის, ეს გახლავთ კონცერტების სერია ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, რომელიც დაფუძნდა შარშან და მიზნად ისახავს ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებების პოპულარიზაციას და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების წარმოჩენას, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან დიდია იმ მუსიკოსთა როლი, ვინც საქართველოში მოღვაწეობს და ამით ძალიან დიდ როლს თამაშობს ქართული მუსიკალური კულტურის განვითარებაში. წელს ეს პროექტი ბევრად უფრო მასშტაბურია, აქვე მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, რომელთა დახმარების წყალობით შესაძლებელი გახდა ამ ყველაფრის განხორციელება. ეს გახლავთ საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. რაც შეეხება წლევანდელ კონცერტებს, რამდენიმე კონცერტი ჩვენ უკვე ჩავატარეთ თბილისში, თელავში, ზესტაფონში და სენაკში, სადაც არაჩვეულებრივი პიანისტის და ჩვენ ფესტივალის დიდი მეგობრის ვალერიან შიუკაშვილის მიწვევით გახდით. უპირველეს ყოვლისა მინდა ჩვენი მსმენელი დავპატიჟო 17 ივნისს. ეს გახლავთ შემდეგი საღამო ჩვენი კონცერტების სერიისა, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის ისეთი კონცერტი კლასიკური გაგებით. ეს არის შეხვედრა კონცერტი, რომელიც საინტერესო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ძალიან ისე ღრმად უყვარს ქართული მუსიკა და აინტერესებს ქართული კლასიკური მუსიკის ისტორია, იმიტომ რომ ეს ეძღვნება ადამიანს, ეს საღამო, რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იქნებოდა აი ამ საღამოების ჩატარება. ეს გახლავთ ალოიზ მიზანდარი, რომელიც არის პირველი ქართველი შემსრულებელი, რომელიც საზღვარგარეთ გავიდა ევროპაში მოღვაწეობდა. ეს გახლავთ პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოების ავტორი, ქართული საფორტეპიანო სკოლის ფუძემდებელი, ადამიანი, რომლის დამსახურება არის ის, რომ დღეს არსებობს კონსერვატორია, იმიტომ რომ იგი ერთ-ერთი იყო, ვინც დაარსა პირველი ქართული მუსიკალური სასწავლებელი. ამიტომ წარმოიდგინეთ, ამ ადამიანის ღვაწლი არის ყოველად განუზომელი და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება ეს შეხვედრა, რომელიც გაიმართება ისეთ სალონურ სიტუაციაში, მისი მუსიკაც თავად აი რომ მოისმენთ, მაშინვე თვალწინ დაგიდგებათ ის პერიოდი, ის სალონური შეხვედრები პარიზში, სადაც ლისტი, შოპენი და ასეთი გენიოსი მუსიკოსები ხვდებოდნენ ერთმანეთს და წარმოიდგინეთ, რომ ალოიზ მიზანდარი იყო ის პირველი ქართველი და ერთადერთი მუსიკოსი, რომელიც აი ამ მუსიკოსებთან ერთად იყო, ლისთან იყო დაახლოებული, ხშირად უკრავდა მასთან ოთხხელში და აი მის საფორტეპიანო მუსიკასაც დაკრავს ესეთი არისტოკრატული ელფერი და ხშირად არ სრულდება მისი ნაწარმოებები. აქვე მინდა ვახსენო ისიც, რომ აი მე დასაწყისში ვთქვი პირველი ქართული დაბეჭდილი ნაწარმოები, ეს გახლავთ რომანსი ჩვენ დავშორდით, რომელსაც ჩემი დიდი თხოვნით შეასრულებს ჩვენი მეგობარი არაჩვეულებრივი სოპრანო მეგი ჩიხრაძე და ამ რომანსთან ერთად მე შევასრულებ ალოიზ მიზანდარის საფორტეპიანო პიესებს. ასევე მინდა ვთქვა, რომ ნაჩვენები იქნება ლევან მიზანდარის მუსიკოსის, ალოიზ მიზანდარის თანამომავალი გახლავთ, დოკუმენტური ფილმი. ლევანს ჰქონდა აქამდე ფილმი რასაკვირველია მიზანდარების შესახებ, მაგრამ ეს იყო ზოგადად ამგვარი შესახებ, რადგან ბევრ მათგანს აქვს დიდი დამსახურება ქართული მუსიკალური კულტურის წინაშე, თუმცა 17-ში პირველად იქნება ნაჩვენები აი ეს ფილმი სწორედ, რომელიც
ამ კონკრეტული საღამოსთვის ლევანმა მოამზადა და აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმს ქალბატონი მარინა ჩიხლაძის თაოსნობით, რომელმაც დაგვითმო ეს არაჩვეულებრივი სივრცე იმისათვის, რომ აი სწორედ იმ გარემოში ჩაგვეტარებინა ეს საღამო. დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია ალოიზ მიზანდარის სახელის დღემდე ხსენება და მისი პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით მისი ღვაწლი ბუნებრივია შეუფასებელია. მადლობა თქვენ და ქალბატონ მეგი ჩიხრაძეს მას უნდა მეკითხა თქვენ შეასრულებთ როგორც ჩვენ უკვე თქვით და მაინტერესებს გასულ წელს დაიწყო ეს ღონისძიება 2024 წელს და მაინტერესებს აი წლევანდელი ღონისძიებები, მათ ეს ციკლი რით იქნება გამორჩეული გასული წლისგან განსხვავებით. გავიგეთ, რომ მხოლოდ კონცერტი არ იქნება და იქნება ასევე შეხვედრა, დოკუმენტური ფილმის ჩვენება. აი ამაზე რომ ვისაუბროთ, მაყურებელს გავაცნოთ ეს სიახლე, რით იქნება გამორჩეული წლევანდელი ღონისძიება. წლევანდელი ღონისძიება ნამდვილად გამორჩეულია, როგორც დასაწყისში ვთქვი, მასშტაბურად ძალიან დიდი გახლავთ, ბევრად უფრო ისეთი ფართო რეპერტუარსაც მოიცავს, შინაარსობრივად მეტად არის დატვირთული იმ მხრივ, რომ დავამატეთ საგანმანათლებლო მიმართულება, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რეგიონებში გვექნება ახალგაზრდა მუსიკოსებთან შეხვედრა, მათთვის საინტერესო მუსიკალურ თემებზე მასტერკლასებს ჩავუტარებთ. აქვე მინდა დავაანონსო ჩვენი შემდეგი ღონისძიებები, ესე იგი 17 ივნისით დასრულდება ეს სეზონი, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი და დატვირთული გახდათ მაისი. შემდეგ შევისვენებთ და სექტემბრიდან უკვე დავუბრუნდებით ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებს და პირველი კონცერტი სექტემბერში ჩატარდება ბათუმში. რომელსაც ჩაატარებს გიგი პიანომენი, მე რამდენადაც ვიცი, ძალიან ელოდება ბათუმელი მსმენელი მას. აქვე მე ჩავატარებ მასტერკლასებს ნიჭიერი იქაური ახალგაზრდებისთვის. შემდეგ უკვე ოქტომბერსა და ნოემბერში გვექნება ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა, ძალიან მრავალფეროვანი შემადგენლობით. ზოგადად ამ პროექტის ერთ-ერთი იდეა ისიც გახლავთ, რომ რა თქმა უნდა იყოს ჟანრულად მრავალფეროვანი, რის საშუალებასაც საბედნიეროდ ქართული კლასიკური მუსიკა, ქართული კლასიკური მუსიკის რეპერტუარი იძლება და ამიტომ აი ბორჯომსა და ქუთაისში წარმოგიდგენთ სწორად ჟანრულად მრავალფეროვან პროგრამას, ისეთი დიდი და საინტერესო შემადგენლობით, სპეციალურად ართლის შემადგენლობას, იმიტომ რომ არ მინდა ვინმე გამომრჩეს, მაგრამ აი ამ გაერთიანებას წარმოადგენენ ისეთი მუსიკოსები, ვინც ძალიან უყვარს მსმენელს, ვისაც ძალიან კარგად იცნობს ქართველი მსმენელი და კონცერტების სერია დასრულდება დეკემბერში, ჩემი და დავით ალედაშვილის კონცერტით ქართული კლასიკური მუსიკა 4 ხელში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში აი ეგ უნდა მეთქვა მე ზუსტად ეს უნდა მეთქვა და რეგიონები ერთია და მეორეა რომ ახალგაზრდების ჩართულობა, ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი მუსიკოსების ჩვენ მუსიკა გენეტიკაში გვაქვს რეალურად გამჯდარი, აბსოლუტურად ყველა ჟანრის და ნუ მით უმეტეს კლასიკაზეც. დიახ და ჩვენ გარდა იმისა, რომ მასტერკლასებს ვუტარებთ, აი ვთხოვთ, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები ჩართონ კონცერტებში ჩვენთან ერთად, რაც მე ვფიქრობ, რომ მათთვის გარკვეული სტიმულიც იქნება და სიხარულიც. ამას მინდა რომ ხაზი გაუსვათ და მაინტერესებს თქვენ როგორც გამოცდილი მუსიკოსი, რას ურჩევდით, რას ეთყოდით დამწყებ ახალგაზრდებს, დამწყებ მუსიკოსებს, ვინც ასევე იქნება წარმოდგენილი აღნიშნულ ღონისძიებებზე, აი რა რჩევას მისცემთ? ნუ ერთადერთი იცით რა, ეს შეკითხვა დაუსვამთ ჩემთვის არაერთხელ და ნამდვილად ვერ ვიქნები ორიგინალური, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ ერთადერთი რაც ზოგადად რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით ამ სფეროში არის რეცეპტი წარმატებისა, არის ის, რომ საჭიროა ძალიან ბევრი მუშაობა, საქმის დიდი სიყვარული, ბევრი მუშაობა და არასდროს თქმა უარის იმაზე, რაც ძალიან გინდა. იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ბევრი წინაღობა არსებობს ყოველთვის. წინააღმდეგობები სავსეა ყოველთვის საქმისკენ, სასურველი საქმისკენ მიმავალი გზა, მით უმეტეს ჩვენ სფეროში. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი სწორედ ის სიყვარული, რაც გაგვაჩნია ჩვენი საქმის მიმართ,
ძალას გვაძლევს იმისთვის, რომ არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებთ და დიდი მადლობა მადლობა. ამისთვის, რომ მეწევით ესეთ თუ შეიძლება ერთს პოპულარიზაციას. დავამატებ თქვენი ნებართვით, ჩვენი მსმენელი თუ დაინტერესდება ღონისძიებით ალოის მიზანდარის შესახებ და ვიტყვი რომ ეს ღონისძიება ტარდება საქართველოს, ესე იგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუზეუმში 5 საათზე 17 ივნისს და დასწრება თავისუფალია. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და იმ მადლობა საქმის თქვენ. გამო რაც საკეთებთ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია რაც ეწყობა ჩვენს ქვეყანაში. თამარ ლიჩელი, პიანისტი, წარმოადგენელი იყო ჩვენთან სტუდიაში სტუმრად. მადლობა მას და წარმატებები კიდევ ერთხელ. ახლა კი